გიგავთ რომ არანაირად არ დაბნაშავე არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი. და დღეს მე ამას კიდევ ერთ ახალ ძალიან დიდ საერთაშორისო დანაშაულის შესახებ ვიდა შეთანხმებით. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვილეს, ორი დღე თვალებახოვანი მატარეს, ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინების და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდგომ პირდაპირ მოტაცებული ჩატენეს აირზენას ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველანაირი აღსანიშნავების გარეშე ყველა კანონის დარღვევით ჩაომიყვანეს მოტაცებული საქართველოში. საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი საქმე ახსოვს, სხვადასხვანაირი გართულებებით და არასტანდარტული გარემოებებით, თუმცა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვიცი, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც დღეს საქართველოს თავებას უთმობს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს. მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რის გამოც რასაც მოყვა ასეთი მოქმედება ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და საჭემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბებში. საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის. იმიტომ რომ ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად, ინტერპოლს არ გაუჭირდა რამოდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლისამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანიტურ გზას და მოტაცებით ჩაომიყვანეს საქართველოში. მის დაარღვევს არა მარტო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა და იმ ქვეყნის უამრავი ნორმას, რომელშიც მე ვიმყოფებოდი. მე ვთხოვთ, რომ ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. მე ზუსტად ყველა დეტალს შევთხოვინებ გამოძიებას. არა იმიტომ, რომ მე ამ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა ქვეყანაში ცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს დღეს სამწუხაროდ მთელი სახელმწიფო. ეს არის დაუშვებელი და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი პირდაპირ. კიდევ ერთხელ დავამბობ, დღეს ყველა სამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს და ამ საქმეებზე ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან თეატრალურიანის შოუები უნაგონი იქნება დამიჯერებად. ყველას გასაგონად ვთქვი, მათ შორის ჩემი პროკურორის. დიდი მადლობა.